ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი გიორგი თარგამაძე. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. პირიქით, მადლობა დებატიჟე. ოდნა მოგვიანებით გილოცავ ტელევიზიაში დაბრუნებას, ანუ ეგ ხო დიდი ხანია, ხო, დიდი ხნიანი პაუზა აქონდა ეს ჟურნალისტ სატელევიზიო ჟურნალისტი 12 წელი ცოტა არ არის. 12 წელი, მაგრამ რას ვატყობ, იცი რომ არ იცვლებით, ხო ეს ხო, არ ვიცი, ეგ ამბავ მეც მაწუხებს. ხო, აი სულ ახალგაზრდა ხარ, აი წლოვანებას არ შეიძლება შეგეკითხოს წლოვანება. ნოემბრის ბოლოს გავხდები 47 წელს. 47-ის, ხო? ესე იგი, საერთოდ პირდაპირ გეუბნები არ გეტყობა, ანუ რა ვქნა. როცა ჟურნალისტიკას ვიწყებდი, ხო, ეს ჯერ კიდევ იბეროიზის პერიოდი არის, მაშინაც იყო ჟურნალები, ასე ვთქვათ, საკვირაო. მახსოვს, რომ ერთი ჟურნალისტი შემეკითხა, რა არისო თქვენი ოცნებაო ჟურნალისტიკაშიო, რას გინდათ რომ მიაღწიოთო და CNN-ი პირველად გამოჩნდა ყურება დავიწყეთ იმ პერიოდში და ეს უცხოური არხევი და მე ვთხარი, რომ აი მეთქი აი სტუდიაში რო იჯდები ჭაღარა თქო რა. და რო წაიყვან სერიოზულ გადაცემას მეთქი და მე კიდევ ვერდი ვარ. ჭაღარა აღარ გამერიოდა. ორი მამაკაცები შამპუნები არის, რომ იბან იმითი და გიმუქებს ფერს და ასე შემდეგ და უნდა მოვიკითხო შეიძლება ერთ გასაჭაღარავებელი. პირიქით. და უფრო ჭაღარა უფრო დაბრძენებული ის. ვერც მადლიერი ვარ როგორც ვარ, ასე ვიყო. არა, იმიტომ რომ ჩვენ გყავს ახლა მაგალითად ხო ესეთი ახალგაზრდა ჟურნალისტია, მუდამ ახალგაზრდა გიორგი გაბუნია. კი. გაბუ ჩემს ცოტა პატარა არის. მაგრამ ის ითამამით ყოველთვის გამოირჩეოდა. სხვა შორის ჟურნალისტიკაში მისი და ჩემი გზა ცოტა განსხვავებული იყო იმ გაგებით, რომ გაბუ მაინც უფრო ესეთი გასართობი გადაცემები ჟანრიდან მოვიდა, ჯერ კიდევ ძველი მაესტროდან მახსოვს და ასე შემდეგ და ნუ მე ჟურნალისტიკაში თავიდანვე ეს თქვა პოლიტიკურ სერიოზულ ჟურნალისტიკაში შემოვდგი ფეხი და ამ გზას მივყვები. მაინტერესებს ხა 12 წლიანი პაუზა ქონდა დაახლოებით, ხო ესე? 12 წლიანი ანუ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდა, რომ პირდაპირ კიდევ ჟურნალისტიკაში ეს სატელევიზიო ჟურნალისტიკაში ლექციებს კი კითხულობ, მაგრამ აი ესე ეკრანზე დაბრუნება რა, მაინც თუ ნარკოტიკებით მაინც გააქვს მოთხოვნილება ყოველთვის რაღაცა ეკრანზე დაბრუნების რა, აი თუნდაც არ იყო ეკრანი. არ სიამოვნებაა გითხრა რაღაც ესეთი განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომ ეკრანზე გამოუჩენლად ვერ ვიცოცხლებ, ეს რამე არ მქონია. გაჩნდა ეს შესაძლებლობა და რატომაც არა, მე ჩავთვალე რომ უნდა გამომეყენებინა. უბრალოდ ვერ ვიტყვი რომ რაღაც საუკეთესო გარემო პირობები შეიქმნა საამისოდ, იმიტომ რომ თუნდაც დროების დაწყება როცა გქონდა დაგეგმილი, მაშინაირია მთელი სამყარო და გაჩერდა ყველაფერი და რაც გქონდა შეკვეთილი დეკორაციების, პლაზმის, ფონების სახით ყველაფერი გაჩერდა, არაფერი არ ჩამოვიდა. პანდემიის დროს, კორონავირუსის დროს ყველაფერი გაჩერდა. მაინც გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა. და წინაღობები ბევრი შეხვდა რა, ჩვენ ბავშვობაში ზღაპრებში როგორც იყო ერთს რო გადალახავ მეორე და ეხლა კიდე კომპიუტერულ თამაშებში როგორც არის, ზუსტად იმის ანალოგია, ვიფიქრე რაღაცა ხდება ისეთი შეგნებულად რომ ხელი შეგვეშალოს, მაგრამ ის გუნდი რომელიც ვაკეთებ დღესდღეობას ორმაგი მოტივაციით შეუდექით ამ საქმის კეთებას, ამას ის დაემეთხარო ხა. დროება რა არის? საკვირაო ტელეჟურნალია. უპირველეს ყოვლისა არის არა მარტო მოვლენებზე, არამედ ამ მოვლენების თავარ სუბიექტებს, თავარ ადამიანებზე, პიროვნებებზე. ხა კორონავირუსის დროს კორონას გარდა არაფერი არ ხდებოდა, სხვა რაზე უნდა გაგეკეთებინა და ვიზეც უნდა გაგეკეთებინა, ან მათთან წნომა იყო შეუძლებელი ვერ გადიოდი. ვერ უკავშირდება. ჩაკეტილი იყო მთელი ქალაქი, ქალაქები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიწვარ, რომც მივსულიყავით, ადამიანი არ ჩანდა, ანუ კომბინიზონებით უშვებდი ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომ არ შეშინებოდა, ინტერვიუს ვერ ჩაწერდა. საოცარია. მაინც გავედით, მივედით იმ წერტილამდე, რომ უკვე გადაცემა ეთერში უნდა გასულიყო და ხო, სახლში ვარჯიშის დროს, იმიტომ რომ ყველაფერი დაკეტილი იყო, გავიწყვიტე ფეხზე იოგა. მართლა? და ყველაფერი მიდამთავრდა, რომ ბოლოს ყავარჯნები დავდიოდი ტელევიზიაში და პირბადით. მაგრამ ეკრანზე ესე არ გამომჩენილა. ანუ ეს ინგა გრიგოლიასაც ქონდა ფეხი მოდი ხა რაღაც გადამდებია. დაემართა იგივე ორი კვირით ადრე. და ნუ ტელევიზიაში ტელემაყურებლის წინაშე წარდგა ისე როგორც იყო და ეს მის საქმისამდე და პროფესიისადმი სიყვარულის გამოხატულება იყო, რომ მაშინ როცა ჩვენ წეს თუნდა წოლით რეჟიმი ქონოდა მასაც და შემდეგ უკვე მეც, მიუხედავად ამისა, მაყურებელს არ მოუწყდით, მაგრამ არ ვიცი ხა ისი ბრალი იყო, სიმართლე გითხრათ, მომერი და მეც რო იგი ყავარჯინ დავდგარიყავი თუ ასე შემდეგ,
გადაცემა დავიწყეთ ისე რომ თვენახევრის განმავლობაში სანამ მეორე ფეხის დადგმის შესაძლებლობა მექნებოდა ყანჩასავით თუ ფლამენგოსავით ეხა ფლამენგო უფრო პოპულარულია ახალი დენდროლოგიური პარკის გამო ცალფეხზე ვიდექი ვცდილობდი რომ მეორეზე ვერ ვეყრნობოდი და აი შემყვანი ტექსტები რასაც ქვია თქვენ კი იცით ვცდილობდი რომ მარჯვენა მხარეს არ გადაყრილიყავი რომ ტექსტი არა წამე და მე ფილმებში რო ეს სკამს გამოვასტრიელებდი უცბად და სანამ წავიქცეოდი ვждებოდი რეკლამის დროს გვერდზე ყავარჯნები მაგრამ ეს პირდაპირ ეთერში არ ჩანდა ბუნებრივია რა ამიტომ ეს რო გამეკეთებინა ვიღაცა იფიქრებდა რომ რაღაცა ჩელენჯი გამოწვევა ტელეწამყვანებში ყველა ფეხები დავიტეხე მაგრამ გავედით კარგი გამოვიდა ნელ-ნელა იკრებს ძალას და შევდივართ ფორმაში სხვათა შორის მინდა მაყურებელს უთხრა გიორგის მეუღლე ჩვენთან მუშაობს დილის გადაცემის სამყაროდ ქალბატონი თათია და რა არის იცი აი მე სულ მიკვირდა რა მე მეგონა რომ უფრო ჯენტლმენი იქნებოდი შენ ამ ამბავში იმიტომ რომ შენ ფორმულაზე მუშაობ გაკრიალებულ სტუდიაში და მეუღლე სამუშაოებ აქ საწყობში სადღაც საწყობში ამუშავებ აბა ეგ საქმეა ერთი არ დაუწუწუნ არ დაუწუწუნ ისე უყვარს ის საქმე რასაც აკეთებს რომ ერთი არ დაუწუწუნია აქამდეც რომ მოვდიოდი წასაყვანად ან მოსაკითხად ერთხელ არ შემოუპატიჟები ვარ და რაღაცა ჭვი რაღაც ისე იქნებაო ისეც არ არის საქმე ხა მე ჩემი ანუ დროების ეთერში შესვლაზე წარმოქმნილ პრობლემებზე ვიწუწუნე ახლა და მე ის რომ ახსოვ შე როგორ დაიწყე გადაცემა როცა აქ უკან კედელზე წერდი რაღაცებს ისე გახვედი ეთერში მე მგონი ამ ხრივ ჩემპიონი შენ უფრო ხარ ხო რა ვქნათ აი რადგანაც ახლა დაბრუნდი ეს 12 წლის შემდეგ ხო ჟურნალისტიკაში შეიცვალა რაღაცა სტანდარტები აი ნუ ახლა რაღაც ესეთი გადაცემების წამყვანები უფრო მე მგონი უფრო რაღაცა სხვანაირები არიან ხო რაღაცა პოლიტიკური გადაცემის წამყვანები ხო აი შენ მაინც უფრო აი კლასიკური ტიპის წამყვანი ხარ აი ჩეულებრივად მაგრამ ხო არის რაღაცა ცვლილებები ხო ხო რაღაცა ხო ვითარდება დაჩქარდა ცხოვრება ხო ზოგადად სოფლიო დაჩქარდა ამიტომ ისეთი ძალიან ისეთი დამჯდარი კლასიკური სტილი უკვე ტელევიზიაში შედარებით რთულად ასატანი არის კი ინფორმაციას ვერ ნამდვილად ვერ დავეწევი რომელიც დამკვიდრდა საკვირაო გადაცემების ტელეწამყვანებში ის იმათ უხდება და ეხა მე რო რატო ეგეთივე ჩაცმულობით გამოვჩნდა ეხა ტელეეთერში მე მგონი ცოტა არაადეკვატური ვიქნები ჩემი აზრით შენ იქნები არაადეკვატური თუმცა მრავალფეროვანება და ფერადოვნება უფრო მეტი საჭიროა აბა ეს ბოტასი მოისინჯე ეს მის ბოტასი შენ მოისინჯე და ჩაიცი ნახე აი ეგ იქნება გაიარო აჰა გასაგებია მე კი მივხვდი ამ მინიშნებებს და აი მეორე ალბათ ტელემაყურებელიც მივხვდი არა ეს ნამდვილი ბოტასი ყოფილა მე მეგონა დაზაფაჩულიას ბოტასია მაგარ მაჩუკა სადეს აზა გამორჩეულად საყვარელი კალათბურთელია ჩვენთვის ყველასთვის ყოველ მხრივ არა მარტო როგორც კალათბურთელი როგორც მოქალაქეც ხო აი რაღაც უფრო თავისუფალი სტილია ჟურნალისტიკაში ხო ეხლა მაგალითად გიორგისაცვია ნოდარისაცვია უფრო თავისუფლად ხო რაღაცა სტანდარტების ნგრევა არის მაინც ხო ანუ მე როცა დავიწყე მე ვერ გავიხარ ჟურნალისტიკა ხო შენ სასტუხიც ზიხარ ხო იმიტომ არის რაღაცა ჩამოყალიბებული კლასიკური სტილი რომელსაც კონკრეტული გადაცემა უნდა მიყვებოდეს ამას წინათ ქონდა ერთი ესეთი სიუჟეტი პოლიტიკურ სატირაზე ხო ნუ მოდი ჩემ გადაცემაზე ვილაპარაკოთ ახლა შენც იყავი ამ სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი ვიყავი მაგ სიუჟეტის დროებაში ბავშვობაში შეიძლება დროებაში მოვიდგენდი რომ შეიძლება დროებაში პოლიტიკურ სატირაზე პოლიტიკურ სატირაზე სიუჟეტი ვერ გაკეთებოდა რომ ვანო ჯავახიშვილი გარყოფილიყო კი და ნუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლა ესე პოლიტიკური სატირა ეს მაინტერესებს ახლა შენი მაინც ახლა პროფესორი ხარ ხო უკვე სულ ვცდილობ რომ გზლად საუბარი არ გამომივიდეს და ვესწრები მოკლედ აგიხსნა კი ბატონო თანამედროვე ტელევიზიებს რაც ახასიათებთ ეს არის შედარებით შემოსაზღვრული მრევლი ანუ პოლიტიკურ განწყობას ძალიან მიება ტელევიზიები, ხო? აი ბაბლს ბუშტს რასაც ვეძახით, ხო? და საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემები აი ამ რკალს ვერ არღვევენ. ხო, ვერ. ამას არღვევს პოლიტიკური სატირა, სამხიარულო გადაცემები, ხო? იმიტომ რომ კარგი ხუმრობა, კარგად მოთხრობილი საინტერესო ამბავი, განსხვავებული ფორმით დანახული, ის რაც გაცინებს და გამხიარულებს ამ ძალიან რთულ
პერიოდში ჩვენი ქვეყნის ცხოვრების და საზოგადოების ყველა სჭირდება, ანუ ღიმილი სიცილი არის ის, რაც რაღაც მცირე შვებას მაინც გაძლევს და ამიტომ ამ პოლიტიკური სატირის ჟანრის გადაცემებს შეღწევადობა მისი გაცილებით უფრო დიდი არის და გავლენაც დიდია. ამიტომ არის რომ მე რო კაცმა მკითხოს პოლიტიკური სატირის და ამ ტიპის გადაცემები უფრო დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე, ვიდრე თუნდაც ყველა საუკეთესო პოლიტიკური გადაცემები. კი ბატონო, და საქმესაც ხო ვაკეთებთ. აი მაგალითად ერთ კვირაში გავაკეთე საქმე მე პირდაპირ გეუბნები. წინა კვირას სოფელ კავთისხევში, მონოლოგშიც მქონდა, სოფელ კავთისხევში ხიდზე ბილიკი მთავრდებოდა და მერე იყო უფსკრული. თქვი რომ აი ეს არის ყველაზე გზელი უფსკრული, იმიტომ რომ კავთისხევში იწყება და ზეციურ კავთისხევში მთავრდება. მოკლეზე აღნიშნები. ამის თქმა იყო და მეორე დღეს დაიწყეს გაკეთება. არ გავაკეთე საქმე. გააკეთე საქმე. და ზუსტად იმიტომ რომ იმას ბევრი ხალხი უყურებს. ეგეთი ადგილები თბილისშიც გვაქვს არაერთი ჩვენს ქონდა სიუჟეტებში და მე გადმოგიგზავნე იქნებ შენს ნათქვამს მაინც მიაქციონ ყურადღება. ხო აი ეს ცოტა იმას ვერ მივაქციე ამ ვაკის გაკეთებას, ჭავჭავაძის გაკეთებას ვერ მივაქციე ყურადღება. ეს ერთი წელი ვერ მოვიცალე მაგისტვის თორ და იმიტომ გაიწელა თორე. მე ეჭვია რომ მოგეცალა რა მივხვდარიყავი საით რა უნდა დადიოდეს და ნახო. ჩვენც ჯერ კიდევ დაკვირვების ეტაპზე. კარგი, პოლიტიკაზეც რო გელაპარაკო რა იჭი, ხრა უჭირს ახლა გიორგი რა მე ხო არ დაშავდება ამით. პირიქით პოლიტიკა მთელი ქვეყანა პოლიტიკა. იმიტომ რომ ახლა ძალიან სახალისო მაჟორიტარების წარდგენა იყო კოჯორში. კოჯრის ტყეში. კოჯრის ტყეში, ტყის ზღაპრები. კოჯრის ზღაპრებში იყო. კოჯრის ტყის ზღაპრები. ხო და ბატონი ეს ჩვენი ვინც არის, ის გამოვიდა ძალიან ისეთი გამოსვლა ქონდა, ნუ რო გამოჩნდა, ეს იყო ჯერ რაღაცა დიდი მოვლენა იყო რა, ეს ხო ძალიან საინტერესო პერიოდში ხო ცხოვრობ, ადამიანი გამოჩნდა და ეს არის გამოჩნდა ეს ჩვეულებრივი ეს ხალხი პირობითად იყო ისი გარემოცვა, მაგრამ მაინც ხალხში ანუ სიმრავლეში რო გამოჩნდა, ესეც თავისთავად მოვლენა იყო. ხო და პანდემიის ფონზე. პანდემიის ფონზე გამოჩნდა და ნუ აი ძალიან ისეთი მოვლენა იყო რა და თვითონ აი როგორ შეაფასებია, როგორი იყო მისი გამოჩენა, მისი გამოსვლაც თუ კანდიდატებს არ შევაფასებ, ეჭვი მაქვს შენ უკვე შეფასებული გეყოლება და მივყვებით მაგ საქმეს ჩვენც კვირას. ობიექტურად რო გითხრა ხო, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მომეჩვენა რომ რაღაც ენერგიისგან იყო დაცლილი. ენერგიისგან რანაირად? დაცლილი. ნუ ხა მისი სხვა გამოსვლები, წინა გამოსვლები, საარჩევნო გამოსვლები მოყოლებული 2012 წლიდან თითქმის ყველა მახსოვს, ხო? ჩემი მოვალეობაა რომ ეს ყველაფერი კარგად მახსოვდეს და მახსოვს არა მარტო ტექსტები და დაპირებები, არამედ ის ენერგეტიკა, ენთუზიაზმი, რომელთაც ამას ყველაფერს წარმოთქვამდა, როგორც პირდებოდა, ხო? უტირია ხოლმე, კაცო. კი. აქ არანაირი ემოცია არ იყო საერთოდ. ხო, არა. დავინახე ტრიბუნასთან მდგომი ენთუზიაზმისა და ენერგიისგან დაცლილი ადამიანი. ანუ ეგ რას ნიშნავს? რატო იყო? ორ რამე შეიძლება ნიშნავდეს ჩემი აზრით. პირველი რომ მართლა დაიღალა. ხო. და უბრალოდ მოწყინდა ეს ყველაფერი და მათ შორის ამის ნაწილი არის ის რომ ენთუზიაზმი დაკარგა. შეიძლება უბრალოდ თulis რომ იმდენად დიდი უპირატესობა აქვს თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში, რომ აზარტი დაკარგა, პოლიტიკური თამაშის აზარტი დაკარგა, ეს ერთი უბედურება, მეორე რომ არ აქვს მოგების იმედი და ეს იმედგაცრუების და წინასწარი მარცხის განწყობა იგრძნობოდა აქედან. არ ვიცი მის საქმეს არც ერთი განწყობა არ წაადგება. შეიძლება რაიმე სხვაც იყოს, რაც ჩვენ არ ვიცით. რაღაც შეიძლება კონდეს ჩაფიქრებული ახლა ისე და იმიტომ აწყნარად. ესე მარტივად რო ვთქვათ, ახლა მე ჩემი გადმოსახვა. არ ამგონია ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, რა შეიძლება იყოს ამ კორონავირუსისა და გაჭირვების ფონზე. ბევრი შესაძლებლობა არ არის დარჩენილი პოლიტიკური ხო, მანიპულაცია. ნუ მაგრამ ის მაინც ქონდა, მაინც ხო ეს დეზინფექციას მაინც იკეთებდა რაღაცა ყველა ხელის ჩამორთმევაზე. ნუ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე, ზოგადად ადამიანის უპირველესი, ასე ვთქვათ, განცდა და მოთხოვნილებაა, ასე რომ. კი. ზოგიერთს უფრო მეტად აქვს გამახვილებული სიცოცხლის სიყვარული. უფრო მეტად აქვს გამახვილებული დიახ ზოგ ადამიანს, განსაკუთრებით მას. კი. მაგრამ მანდ არის ყველაზე კარგი, რაც არის, აი მაგალითად ეს მაჟორიტარების წარდგენა, ხო? ანუ ქართულ პოლიტიკაში არის რაღაცნაირად რაღაცა ფრაზები უნდა თქვა, რომ ეს ადამიანები მოეწონოთ ამომრჩეველს თუ ანუ ვერ ხვდები, ანუ ეს დრო არ გავიდა, მაგალითად
აი როგორი ფრაზებია, აი როგორი ქონდათ წარმომავლობაზე ხაზგასმა, დედობა, უბნის სიყვარული, აი რაღაცა ეგეთ მაგალითად ბექა უდიშარია, ის არის წანისის ოლქის მოქმედი მარიო სამი თაობის მთაწმინდელი. ანუ რატო უნდა ავირჩიოთ სიტყვაზე სამი თაობის მთაწმინდელი? ნუ ეს ნიშნავს რომ ამიტომ რაღაცა უბნურობას, ძველთბილისელობას მათი აზრით მისი პოტენციური ამომრჩევლისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ესე როყიოთ და შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა და სიტყვა არც ერთი იყო მაგ ჩამონათვალში, რომელიც გადაწყვიტეს ამ ადამიანების მახასიათებლებად. რამდენად ეფექტური და სწორი იყო ის, რაც შეარჩიეს, ეს უკვე სხვა საქმეა და ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს მათ შორის მთაწმინდაზეც სულ რამდენიმე თვეში. აი გიავოლსკიზე მაგალითად არის ესეთი ფრაზა ძალიან საინტერესო, უბრალოდ შესანიშნავი პიროვნება ბატონი გიორგი ვოლსკი. სიმარტივე ძალიან სიმარტივი ფრაზაა, უბრალოდ შესანიშნავი. ძალიან თავდაბალი დახასიათება იყო. კი. მაგრამ რა არის, იცი მე ძალიან მიყვარს ხოლმე წინა საარჩევნო დაპირებები. ყოველთვის არჩევნებს იმიტომ ველოდები, რომ დაპირებები მოვისმინო, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი გართობის სფეროა რა. ნუ ამ გამოსვლებში დაპირებები რეალურად ქართული ოცნება დაპირებები აღარ აქვს. თქვენ თუ დააკვირდით, ხო 2016-ში არ ქონდა დაპირება. არ იყო რა, ანუ არაფერი არ დაკვირდა, ანუ არ იყო 18-ში დაკვირდა, ერთადერთი რომ ერთი წელი მომისით გავასწორებ ყველა ხარვეს. ეგ იყო ერთი დაპირება, რომლითაც კმაყოფილი ვარ მე მაგალითად ძალიან. ეგ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იყო. არა, დაპირება იყო ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს იმდენად მომავალთან არ იყოს კავშირში. წარსულს არ დავაბრუნებ დაპირება. ხო, ანუ იშას და ნაცმოძრაობას არ მოვუშვებ და კოვიდთან ბრძოლას ისევე წარმატებულად გავაგრძელებ. ეს ორი მთავარი ბოძი გამოჩნდა ძირითადი გზავნილების სახით, არა მარტო ივანიშვილის სხვების გამოსვლაშიც. რაზეც ალბათ აიგება მთელი წინასაარჩევნო სტრატეგია. ხო, იმიტომ საინტერესოა მაგალითად აი ხალხმა იგრძნო მზრუნველი ხელისუფლების ხელი. ესე ამბობს რა ივანიშვილი რა. მე არის სუბარი ამბობს 8 წელი რასაც ვაშენებდით, შემდეგ 4 წელში უნდა განმტკიცდეს. ანუ ფუნდამენტი ამოშენდა. როგორ შენობა დგას, რომ ანუ ფუნდამენტი მალერკაზე გადავდივართ და ასე შემდეგ. ხო, ეგ არის კი. ქართული ოცნება არის გუნდი, რომელიც მუდამ უსმენს ხალხს, კალაძე არის ესეთი. ხო, წულუკიანი იყო. ჩვენი პროგრამა არის ის, რომ გავაგრძელოთ ის ხაზი, რაც დავიწყეთ 2012 წელს. კი. ნუ არ დაპირება არ არის, უბრალოდ რაღაცებს ფრაზებია რა, ლამაზი. რაც უფრო ზოგადად დაპირდები, უფრო ადვილია შემდეგ თავის მართლება. ხო რა, არც უფასო ფული, არც რაღაც ეგეთები არ არის საერთოდ რა. ცირა 8 წელი როცა ხარ ხელისუფლებაში. იმდენი დაპირება გაქვს გაცემული და ხალხსაც იმდენჯერ მიეცა შესაძლებლობა ეს გადაემოწმებინა, რომ უკვე შენც რაღაც გამოცდილებას იძენ. ამ დროს ყოველს კაი გამოცდილება რომ არაფერი არ დაპირდე. რომ მე ვერავინ ვერ მოგთხოვს კონკრეტულად ვერაფერს. რა უნდა მოგთხოვოთ, აი სიტყვაზე რომ მაგრამ ნუ ესე ვერ ჩაივლის ხადია, მოუწევთ რაღაც კონკრეტული კიდევ ახალი დაპირებების გაცემამ, თავარია მოსახლეობას რა რეაქცია იქნება ამაზე. გიორგი, რა არის იცი, აი მაგალითად ახლა ერთი თემას მინდა შევხვდეთ, გამახსენდა ხო, თარგამაძე ხარ გვარად რა და ისეთი გვარი გაქვს რა, ძალიან ისეთი აი შეიძლება რომ სულ შეეშალოთ. აი მე მაგალითად მე შემებთხვა ზუსტად ერთი ამბავი შენზე, რომ ერთ-ერთი დღესასწაული მომილოცე ტელეფონით, რომ ანუ გილოცავ რა იმ მაგალითად პირობითად ჯვართამაღლებას, ხო და მე თვითონ დავწერე თარგამაძე რომ დავინახე, ხო, ნუ აი ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ნუ ავტომატურად მოგწერე რომ მადლობა გივი თქო რა. და მე მომდის იქიდან მესიჯი რომ ვანო გივი არა ვარ, გიორგი ვარ, გივი ეგეთ რაღაცას არ მოგილოცავს. არა შეიძლება მოილოცა კიდეც კაც უბრალოდ რაღაც კონტექსტუალურად არ ჯდება. აი აუყირავდი რამდენი ვიცინე. არა ეგეც შეხვედრები მეც ბევრი მქონია, იმიტომ რომ ქუჩაში რაღაცა მოსახლეობის შეხვედრების დროს და რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ ნუ ლამის ყველაზე მაღალი ცნობადობა მქონდა წლების განმავლობაში. ხო, უცბად სპონტანურად რო შეხვდება ეს სრულად უცნობი ადამიანი და კი მიხვდა რომ ვინ არის, მაგრამ უცბად რო გეუბნება რომ ხან ბატონო კახას მეძახდნენ ერთ პირველ ხან ბატონო გივი, ხო? იმიტომ ისინიც აქტიურად ჩარდნენ და რამხელა კონტრასტია ამ ორ სახელებს შორის და პიროვნებს შორის. პირდაპირ გაგებით შუაში ვარ. გიორგი. კახა თარგამაძე სახიფათო ვარ, მოგეძახიან ცოტა. ვისთვის როგორ. გიორგი, რა უნდა კითხო, იცი, ანუ დღევანდელი ტელევიზიები, ხო, არის რომ რამდენიმე მართლა ესე თავისუფლების კუნძული არსებობს რა. მაგრამ ძალიან ბევრია სამთავრობო არხი. შეგიძლიათ მოცემულობაა დღეს. ხო. ზოგი ძალიან ისეთია ხისტია.
ზოგი ისეთია, შელამაზებულს რაღაცა. რა უნდა როგორ უნდა გააკეთოს სამთავრობო არხმა, როგორ უნდა წარმართოს თავისი პოლიტიკა ისე, რომ არ შეეტყოსო სამთავრობო არხი. არსებული რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფო წარმომადგენელი თავის არხზე დებატებში არ უნდა გააჭაჭანოს. ეს იქნება მთავარი ინდიკატორი. ანუ თუ ქართული ოცნების და მთავრობის წარმომადგენელი თავის მინისტრიან, გუბერნატორიან, დეპუტატიან არ მიდის არხზე, პროტესტს აცხადებს, თუ აი ამ საერთო პოლიტიკურ ბოიკოტს ემორჩილებს, ეს ნიშნავს, რომ ის არხი ნამდვილად კრიტიკულად განწყობილი ფლანგის წარმომადგენელია და თუ ეს ასე არ ხდება, იქ უკვე რთულია კონსპირაციის დაცვა. აი მე ესეთი ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო რა წარმოიდგინე რომ აი ხა სამთავრობო არხზე მუშაობ რა და ნუ ჩვენ მოგიმზადეთ ტექსტი შენი გადაცემის ტექსტი მოგიმზადეთ რომ აი როგორ წაიყვანდი დროებას სიტყვაზე ანუ იმ შემთხვევაში ეს სახელმწიფო არხი რო იყოს ხო სახელმწიფო დაუშვით რა ანუ აუქნათ რაღაცები და ანუ რაღაც პროპაგანდისტული ხო რაღაცა ტექსტია ძალიან საინტერესოა თუ თქვენთვის აი იმიტომ რომ სუფლიორი გვაქვს აი შეგიძლიათ იმოძრავოთ, აი აქ შეგიძლიათ ჩახვიდეთ მე სუფლიორზე უნდა წავიკითხოთ ცოცხლად, ეხლა წინასწარმეტყველების გარეშე. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის, რომ ცოტა ახლოს მოვიდეს რომ დავინახო. კი ბატონო, მობძანით უფრო ახლოს სუფლიორი. შეგიძლიათ შენ მიხვიდე წინ. კი ბატონო. მობძანით, აი გული საკმარისი. გიორგი, აგერ ტექსტია. ნუ არ ვიცი ეხლა, ნუ საშენო ტექსტი არ არის, მაგრამ ნახოთ რა გამოვა. აჰა, კარგი. სერიოზულად უნდა წავიგი. სერიოზულად, აი როგორც მიგყავს ჩვეულებრივად, აი როგორც დროება მიგყავს ედიტორიალის იმ ტემბრით და ასე შემდეგ რა. კარგი, დავიწყო? კი ბატონო. სულ ყველას მოგესალმებით, ჩაკი ჩუკი, კაცი ვარ ტრიუკიანი, ჩაკი ჩუკი. ეს ხო არის გიორგი? აშკარად ჩემი არ არის. სწორად ესეცაც არ ველოდი და მე სიმღერის ტექსტი როგორ გავაგრძელე მამის დიდად განსხვავებული არ იქნება სიმღერის ტექსტია აუ რა კაი კურიოზია მას გავუშვებ კარგი ჩავანაცვლოთ სუფლიორი თუ შეიძლება კი ბატონო აბა გიორგი დავიწყოთ აი ეს სუფლიორი გასწორდა კი ბატონო მე გაგეცლებით მოგესალმებით დღეს 24 ივლისია მე ერთი თაობის ჟურნალისტი ორი შვილის მამა და უბრალოდ კარგი პიროვნება გიორგი თარგმანიძე გახდა. დღეს საქართველოში იმაზე კარგი დღე გათენდა ვიდრე მთელი იმ ავადსახსენებელი 9 წლის მანძილზე ყველა ერთად აღება. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დღევანდელ გადაცემაში შეიტყობთ. გამოშვებას ვიწყებთ ყველაზე რეზონანსული თემით. დენდროლოგიურ პარკს წარმოუდგენელი სიხარული ეწოდა. ვარდისფერმა ფლამენგომ ბარტყი გამოჩეკა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ტელევიზიის შემოქმედებითი ჯგუფის სახელით. მივულოცოთ ფლამინგოებს ახალი შედეგი. მინდოდა მათთვის გვესურვა ბედნიერი მომავალი და უღრუბლო ცა, მაგრამ ეს ყველაფერი მათ ხომ უკვე აქვთ. დენდროლოგიურ პარკში. დენვერი, მიუნჰენი, ლიონი, ნიუ-ჯერსი. ეს იმ ქალაქების მცირე ჩამონათვალია, სადაც ქართულმა ოცნებამ სიღარიბე დასცა. და ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა იდეალურს მიუახლოვდა. ჩვენი მმართველი და მზრუნველი პარტიის არაკეთილმოსურნეები ხშირად ამტკიცებდნენ, რომ შესაძლოა პანდემიის მეორე ტალღა ოცნებამ სათავისოდ გამოიყენოს და არჩევნები ერთი თვით გადასციოს, მაგრამ მათ კოზი ნაცარში ჩაუვარდათ. არჩევნები ჩვეულებისამებრ ოქტომბერში ჩატარდება. უბრალოდ თვითონ ოქტომბერი გადაიწევს ერთი თვით. ასევე ჩვენი მთავრობის დაკვეთითა და ხელშეწყობით ქართველმა მეცნიერებმა გამოიგონეს სერფინგის დაფა, რომლითაც შეგვიძლია თავისუფლად ვინავარდოთ კორონავირუსის მეორე და მესამე და სხვა მომდევნო ტალღებზე ერთად. ერთად ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ კორონას ტალღის მოთვინიერება შეგვიძლია. ახლა კი სეპარატისტების კურიოზული შეცდომა. სეპარატისტების კურიოზული შეცდომა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ეს იყო შეცდომა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა. ოკუპანტებმა შეცდომით სიღარიბის ზღვარი გადმოსციეს, რის შედეგადაც გაჭირვების დიდი ნაწილი მათ ტერიტორიაზე მოვიდა. ხოლო საქართველოს ეკონომიკამ შვები დამოისურვა.
სწორედ საქართველოს ეკონომიკაზე სასაუბროთ დღეს გადაცემის მეორე ნაწილში გვეყოლებიან ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში, რომლებიც იმჟელებენ თუ როგორ შეაჩერონ კატასტროფული წინსვლისა და განვითარების ტემპები, რათა ლარის კურსმა არ გადაუსწროს დოლარისა და ევროს კურსს და არ ჩამოაქციოს დასავლეთის ეკონომიკა. დაგველოდეთ სარეკლამო ჭრის შემდეგ თქვენ ბევრი საინტერესო რამგები. აი ესა ძალიან მაგარია. უღრმესი მადლობა. გავარჯიშები ვარ. რამე რო. უკვე ვიცით. მადლობა გიორგი თანგამაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.